მოიცაკალო. ჩუბად ხსომისოფლები არ გახვიცო. აიღე აგური. დაიკარგე ბიჭო აქედან. გადააგდე ბიჭო ეგ აგური დამეკარგე აქედან. ხესად ჯანდაბაში დავყენებია ებეკლუჩეტელი. მკვდრის სახლის კი არ გეკუთვნისა. გავხრებულ სარაეშიც კი უთუსბირი მომთხოვეს მე მაგათი. აქა მშვიდობა. მშვიდობა ამ ოჯახს. ოჯახს არა ისა. გაცოცხლებულა საწყალი და სააქაოს ალაგებს. მიცვალებულზე რატომ ხუმრობას? აბა ხუმრობის მეტი რა დაგვრჩენია? შემოგვისახლის მეზობლები. აფუ თამარა დაიდას ოთახი. ვინ არიან? ახალგაზრდა ცოლ-ქმარია ბავშვით. ის გვერდით ოთახი განთავისუფლდა? არა, ვიღაც შეასახეს. ოპერატივი არ გინდა? შესატანი რამდენია? 7000 მონეტია. ნინო. მაგიდაზე დადი. წავედი გაკვეთილი დამესხოლდი. მოგიხერხებ რამეს? ბედზე მხედრობამ ბარდავისაგან გაილაშქრა. ბედსა და შვესა ზედა ლაშასა მიხმართეს ბარდავად, დიდად და ძველად ქალაქად. აქ გაუმარჯვენიათ დიდი დავლისა და მრავალრიცხოვანი ტყვეებით დაბრუნებული. მერე თამარისა და ძისა მისის გაეწე გამატარე. გაატარე. მოწყალება გამოუჩენიათ და გზაშივე გაუთავისუფლებიათ 30000 ტყვე. ამის შემდეგ ქართველებს რამდენიმე მცირე მასშტაბის ბრძოლა გადაუხდიათ. ეს იყო უმთავრესად არა მომხდური მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ლაშქრობანი მტრულად განწყობილი სასულთნოების წინააღმდეგ. ახლა არ ჩამოვთვლით მათ, ისტორიკოსები წვრილ ლაშქრობებს ეძახიან. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ერთ საკითხზე მინდა შევაჩეროთ ვენებდა. ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრის, რომ ქართველი ხალხი მუდამ საკუთარ მიწა-წყალზე შემოსეულ სიგეδιებს და ის განუწყვეტელი ომები, რასაც იგი საუკუნეების განმავლობაში ეხდიდა. ხალხი დასარბევად მოშორებებს ებრძოდა. ეველი სართულია. ცირავდა საკუთარ. ვაჟა. სამსაკლია 15. რა ბრძანეთ? შენ არ მკითხე რომელი საათია? არა. სად ვიდიხარ? საბავშვო რედაქციაში. რა ფეთინერება, ბავშვობა, ახალგაზრდობა. არ მინდა ბატონო, არა.
რა თავში ვიხრი ახალგაზრდობა? ყველაფერი თავიდან დაიწყო? უკვე დამთავრებული დაბეჭდილი წიგნი თავიდან წერო და რედაქციებში ვიწანწალო? შემეშვით უძმა. მეტრაველი სართულია. ყველაზე კარგი ის ასაკი არა ასაკი სასხარ. და რა ბედნიერებაა ბოლოს რომ იღლები. ადარა მოთხრობა. შემდეგ ნომერში დაგებერთა. კაცო. რატომ არ განცხადებას შენ ციგზე? ჯერ მაგდენი მასალა არ დამგროვებია. მიკვირს და გამკვირვებია. რა უნდა ამას? აიღო საკაღალდე, ჩადოში რამოდენიმე მოთხრობა, ჩაიტანო გამომცემლობაში, დაადო ერთი განცხადება და შეუტანო დირექტორს. ჩადგება საკაღალდე რიგში და ივლის მერე უშენო. რა უნდა ამას? წერალთა კავშირის წევრი რომ გახდე, წიგნები უნდა გამოუშვა დროზე. და წიგნები რომ გამოუშვა, განცხადება უნდა დაწერო დროზე. ბინასაც მიიღე დროზე. ბინის გამო შევიდე მწერალთა კავშირში? აბა როგორ გინდა? ბატონო ამირან, მომისმინეთ ერთი წუთით. ძალიან გთხოვთ, ერთი წუთით მომისმინეთ. ბატონო ამირან, გთხოვთ. თამა შენ მეძებდი? ხო, აქ არ დაბლო. საში ჩამოუშვით, თორემ არა მომიშვებენ. პასპორტი? კი, პასპორტი მაქვს. ხო, კარგი. კარგი, ამოვალ ახლა. უკანონოდ შესახლდა? ამიტომ დამირეკე სკოლაში მოდიო. კი. ძალად შეამტრია გარები. თვისნებურად შესახდა. ეგრეც ხდება? კარგი, ახლა ყველაფერი ხდება აქ. დაწერ განცხადებას, მიმართავ აღმასკომს, განიხილავენ. გამოასახლებენ იმ ბინიდან და შენ მოგცემენ. გეკუთვნის. ეხლა ბავშვიანი ქალის გამომაგდებინებ ბინიდან. აბა, რა გინდა? არაფერი. არაფერი. ელისოზე მაინც იფიქრე, როდემდე იცხოვრო სინესტიან ბინაში. რაო ექიმები რა შეუნები? ყველაფერი რიგზია. აიღე, ნუ ვიპრანჭებ მე კიდევ. ნუ ნერვიულ. მოივლება ყველაფერს. მაცალე რა ცოტა ხარ. განცხადებას არ დავწერ, თამას. ხო, ვიცი. არ დაწერ, არ წახვალ, არ შეაწუხებ არავის. შენ გონი არ ვიცი, რა ხასიათიც აქვს. ბინის რიგი როდის გიწევს? რა ვიცი. ახლა წერენ, ახალ დაქორწინებულებს პირდაპირ ზაგში უნდა ჩავაბაროთ, გასაღებია. ის დრო ხომ არ არის შედაილისო, გაეყარო და თავიდან მოაწეროთ ხელი. შანსი რო არ გამუშავ, ხელიდან. მიდი. მოდივარ რა. მოყავს. მიდი. ბიჭო, კიდე დაგიჭირეს უბა. ო რა, რა ვიცი, გადაბეკიდა. შენ კიდევ გიტარით დადი ხარ ამოდონე კაცი. ო, აბა რა გინდა, ავტომატი დავიჭირო რა? მოიცა, შენთვისაც მოვიცლი. ათი კაპიკი მაიდა. მიდი რა ქალა საქმე ნახე რა.
აბა თავიდან დაიწყე. ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არ აქ წყალობს, მომავალი შენია. მერე? თუმცა ძველნი დაგშორდნენ. ახალი ხომ შენია. წაიკითხე კიდევ 5 ჯერ და გეცოდინება. გამანებე რა თავი დავიღალე. დაუჯერე შენ მანდ ისო და ესა თუ რომ მე ვიცი შენი. უღრე შენ. ბანდიტი. თავხედო შენ. მოგძანდით ბატონო გოგი. შემოგძანდით. და დუშმანი ძირფესვიანად მოგთხრიდა, მაგრამ წერსტრულად ხვდებოდა ძველი ქართლი და კოლხი. სად მუშაობს? წერალია. ცოცხალი? სულეგა? არა, რატომ? განყოფილება ავარია, დოქტორია. ექიმია? აგინ წერალია უკაცო ვერ გავიგე. ცოლი ყავს? არა. იმიტომაც დადის ღილაწყვეტილი. რა? ხილი აქვს მეთქი აწყვეტილი, ეგ. არცეყოლია? არა. რატომ? ალბათ არ უნდოდა. დიდარია? პატივსანი კაცი როგორ იქნება მდიდარი? აბა ჩემსავით გაფხეკელი და უბინაო? არა, რატომ? ბინა კი მართლა ძალიან დიდი აქვს. რამდენი თახია? 4. ცხოვრობს რა ხალხი? ბაჟაზე რას ამბობს, შემსავით სახელიანი გახდებაო? ეგ ვინ იცის წინასწარ? ნეტა შენ არი ბრანჯებოდა ელო. ბედი ჩაგვარდნია ხელში. იმას იმოტოლობინა რა თუნდა თქვენ კი აქ წყვდებით წელში და. მე შენ ადგილას. რაც შეუძლია გვეხმარება. ვაჟაძია ჯვაჭკები მომიტანე? კი. თბილისია? თბილისია. მე ხომ გითხარი საზღვარგარეთული მომიტანე თქო. საზღვარგარეთული ვერ ვიშოვე. ჯერ თქვენ ბინას არავინ არ მოგცემთ ელო. ისმინე. შენ და ვაჟა გაეყრებით. ფიქტიურად ახალო გაიგე? მერე შენ გაყოფი ცოლა და გოგის. ხო, ისე ფიქტიურად. და კანონით ჩაეწერები გოგისთან ბინაში. მერე გაეყრები ნაღდად გოგისა და ისე ვაჟას მოიყვან ცოლა, ქმრადაც. მერე გოგის გაუყოფი ბინას და ვაჟა რომ ხალხში გამოჭენდება და ცოტა ფულს იშოვნის, აი ესე ნაწილ-ნაწილ გადაუხდით. სიბერეში გამოადგება, არავინ არ წავაგებ. ამ ბინას კი მე დავიტოვებდი. დედაში, ვიცხოვრო, ჭირი ხალხინიაკა. ფიქტიური გაყრა მაინც დაგჭირდება დგენაც. ის ბინა რომ არ დაკარგოთ აი კლდანში. ამ ბინას კი მე დავიტოვებდი, ბებია თქვენი სიკვდილის შემდეგ. ეს როგორ? ელო, ბინა რომ მიიღო, ამას ჩამოგართმევენ და სხვას დაუპირებენ მიყიდვას და მე უნდა ვიბრძოლო. არაჯობია მიღების წინ გაეყაროთ. მე ვცოლად გავყოფი ვაჟას ფიქტიურად. ბინას ვიტოვებ, ფულს ხელში გაძლევთ. მერე კი გიბრუნებ ქმარს სახსალმაცსა. და იცხოვრეთ ქატო იქა ქვილი აქა. რა არის გაუგებარი? ამდენი გაყრა გამოყრა რა უბედურება. თუ ცხოვრება გინდა მეტის უნდა ქნაელო. სოლიკოსათვის რო ირჯები რა მოგთადრა, მაგას დანახვა არ უნდა. ძალიან კარგადაც ვხედავ. ეგრე მალებელი ვარ შენი რო. მაგ მოტრუქს სხვა ვინ ამეცადინებდა შენს გარდა. ან ფულის ად არის მაგდენი კაც. იმ ტრისტანმა კინაღამ რომ მომკლა და საანტყოფოში რომ მომაკითხა, აი ეგრე მეგონა ელო რო სხვასთან მოვიდა მეთქი. დაწყვეტილი ვარ ქალი, მაღაზიაში ისევ რევიზია მიზის. ამო აქვთ არასული რა ელო რა აღარ შემიძლია. მაგრამ ჩემი შემშინებელი ჯერ დავადებულა ელო. აბა რას ვაკეთებ? დარჩენილებას აპირებ.
მაგარია. წედი დედა გენაცვალა სახში იმაცადილი. ბატონო გოგი, ეს ჩემი ძმის გამოხდილი არაყია, მიირთვით. შენ ძმა გყავს ლოლიტა? ყავდა და მამიკრეს. როგორ? როგორ და სოფელში მაგის დამშოშინებელი არავინ არ იყო. სულ ჩხუბში და აყალმაყალში ერია. ერთი სიტყვით რო იტყვიან, მაგარი იყო რა. ერთხელაც წინა დღის ნაცემი კაცი მოადგა კარზე და დაუძახა ბარნაბა. გამოვიდა ეს კაცი წელზე მოჩიშველი აესე ბალკონზე, ეგონა ხაშზე თუ მეპატიჟებიანო. გადმოიღო იმ კაცმაც ბერდენკა და არ ეკატყია შიგშუბლში. დავარდნამდე არ დაყვასული. ახი იყო მაგასეთ. აკი მთელი სოფელი იძახო და ახი იყო მაგასეთ. ნამდვილად მადლობელი დაგჭები. ახლო კაცია. ერთ სკოლაში ვასწავლეთ. შემოდი გაგაცნო. ჩემო ვაჟა, ეს ის კაცია, ვისაც გეუბნებოდი. გაიცანეთ. გამარჯობათ. სამი ოთახია კი? ერთმანეთის ჯინაზე კარებს ასეთი არაღებს და კაბორტი გასაღები აბა რა მექნა.
ხო? ძალოას გაუმარჯოს, ძალოას. მაკადეიდა როგორ არის? მადლობთ, არა ვიცი. ეს დიდი ოთახია, მაგრამ აქ მაკადეიკა ცხოვრობენ. ესენი არაცვლიან. ესენი შენ მეზობლები დარჩებიან. ერთი გეკლებათ სათავსი. პეპი არიან. ერთად დაიბადნენ და ერთად სასხომად გამოეკერებიან რა. იტოქში ეგოთახი და მთელი ეს ბინა შენ დაგჭება. წამოდი ახლა აქეთ. ესეც ერთი ოთახი. ხავსას გაუმარჯოს, ხავსას. როგორ გიკითხოთ ბატონო ჩემო? მადლობ ნიშტია რა ვიცი ნელ-ნელა ცუდად. ერთ სიგარეტი გექნება რა. შენ რო სიგარეტი არის ხო ისე როგორ იქნება, ჰა? ცუდად ავარ ვერ გავედით ილას აკლდათ რა დიდი მადლობა. წამოი ხა მეორე ოთახი ნახოთ. გამარჯობათ იასერგო. ჰეი პოპერა. აგიმარჯოს. ისე რა ხარ? ეს შუშაბანდი ჩენი იქნება. გამარჯობა პელაგია. გამარჯობა თუ გინდა. რასუნია, რასუნი? რასაკეთებ, ჰა? რასაც ხედა. ამასაც მასივშია. ბოდიში. რობიზო, თუ ცოტა კარდი გამოდი რა. აიჭირა საქმე დილიდან ვერ მოათავა. ოთახ ნახევრიანი, ჩეხური გელაპარაკები. მასივში. გდანი რაღა მასივია შეკალო. მთელი ქალაქია იქ. მეც მანდა ვარ. ეგ სხვა ქალაქია, რომელსაც ქვია გლდანი. მიდით, თავისუფალია. ხვიბიში დაიბადე. ხვიბიში გათხოვდი პირველად და გასუნო. დედი. მოდი გავცვალოთ. იზოლირებული რამე. აღარ მოგბეზრდა ამ ჩემისებთან, ა? ელო. ეგრეც ვიცოდი. მეგონა მეძახდი. თუ როგორ ხოშე სასიკვდილე შენ, ა? ძალიან შეგაშინა ელო. ხმა გამოდის ხო ჩემგან? გამოდის. Значит, ჩემი და ტრისტანი ისმის ხო? არაფერია მეც მესმის ხოლმე. რა გესმის? რა და სულ ის რო გელაპარაკება და შენ რო ხმას არიღე? ისე რა ზელაპარაკოთ შეღამემდე. ელო, რამდენი წლისა ხარ? მე შენ მე მგონი ტოლები ვართ, ჰა? ორთავი ახალგაზრდები ვართ, ცხოვრება გვინდა. ეგრე გარმიზ რო შეკაიქალორო. შენი ქმარი თუ მწერალი იყო, აქამდე სად იყო? რატო წერენ სიტყვით გამოვიდა ესა და ეს წერალიო და არ წერენ სიტყვით გამოვიდა მწერალი ვაჟაო. ტელევიზორში რატომ არ აჩვენებენ, ჰა? ბინას რატომ არ გაძლევენ? ეგ მაინც გამაგებინე ქალო დედა? აუ, მეტი რა ვქნა. მუშაობთ არა ისა კიდევ რა, თქვენც რა ოქროს ეზიდებით ზოდებით ამუშაობ. ამბობ მწერალიაო, ხო? გაუშვი საბავშვო იყო ჯანდაბას, უნივერსიტეტ დამთავრებული. შენ რა დაამთავრე? პედაგოგიური. ინსტიტუტი არა? აბა უყურე. ქალო, მაგდენი გისწავლიათ. ცხოვრებაში გამოჩენილი ხართ, ტელევიზორში გამოჩენილი მწერლები სახში დაგიდე და თქვენ რა გძინავთ, ელო? ჰე. მე თქვენ ადგილას ქვეყანას ავატრიალებდი, ელო? როგორ? როგორ და საქმის კეთებას მარიფათი უნდა.
ზიზია კაბები უნდა, ფრანგული დუხები უნდა, ის უნდა, ეს უნდა გაწიო წინა და მიდი. ნანანა ნინანა 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 ნანანა ნინანა ნინანა ნინა. საქმესაც წინ წაწევდი. და ქმარსაც გაიყოლიებდი. ქმარსაც გაიყოლიებდი. თუ არა დაიჯდეს აქ. თაფლი იყოს და დათვი თავისით მაიძებნება, ელო. კარგი, ხო ვიცი რომ შენ მაგი შემძლია რა. რა ხალხი ხარ, თავს გაყრა არ გინდა რა ფიქტიურად. აი სულ ფიქრობ ელო რომ ამ ჩემეზობლებს რით დავეხმარო მეთქი. აი მე რა კარგი ნაქსევია. ნეტა შენ რომ ამისთვის მოცლილი ხარ. ეგ იყოს ელო და ჩემი და შენი ბინა ადრე ხომ ერთი იყო. გონი ერთი იყო. გონია და ტოროლა ერთი იყო, ერთი. განცხადებაც იმიტომ შემოიტანეთ შემოერთებაზე რომ მე ერთი იყო. და ისევე გავაერთიანოთ. გამოხსნათ აი ეს კარი. თეახიდოთ იმკას. კარგს იძლევა, ჩხუბი არ მოგვივა. ჭირი იქა, ხინი აქა. მერე ეგ შეიძლება? შეძლებით ყველაფერი შეიძლება ამ ცხოვრებაში ელო. ხლაპით ხელში დავდიოდი კარდაკარ. ნახლებინიკად ვიყავი აი აქა. ეხლა მიყურე. ქალაქელი ხო ვარ? ცენტრში ხო ვცხოვრობ? და ექვე მუშაობ მტრების ჯინაზე. სოფელში სახლი არა გაქვს? რატო არა რომ? სახლიც ამაქვს, კარიც ამაქვს და კაი ეზო კარბი დამოცა ბარნაბასი. მერე? რა თავში ვიხალი სოფელს? დაიწოს იმ სოფლის მომგონი. იქ რა ხეირი უნდა ნახოს კაცმა. როგორ გამოვავებ საქმეო რომ მეკითხები? იმ მუშტრისაგან აღებულ ფულსო და კიდევ რაღაცას წამომატებთ და კოოპერატივში შევიტანთ. ერთად? რათა ერთად? ელო. კიდეც ერთად იყოს, ჰა? შენ შვილი გაკლია მე კიდე ქმარი. ეს ხარ თკვილა, კატო იქ ქვილი აქ, ჰა? ბადარა, ჩემო ბადარა გოგონა. ჩემო ბადარა გოგონა, ჩემო ბადარა, ბადარა, ბადარა. მოდი შილო, მოდი. ელისო როგორ არის? დღეს ექიმთან მივდივარ. გაიხადე. ეს ხინკალია, ჩვენმა ახალმა მეზობელმა გამოგიგზავნა შეჭრით. გაიხადე. რას აკეთებს? რას იზამს? წერს. ისევ მემუარებს? აბა როგორ? მოდი. დედა, ბაჟა მოვიდა. მოდი ბები გოგენა ცვალოს და ჯექი როგორ არის საქმე? არა უშავს. ელისო როგორ არის? კარგად. ხომ იცი ახლა ქვეყანას ბიჭები ჭირდება. ალბათ. ვაშკაცები ჭირდება ქვეყანას და აბა თქვენ იცით როგორ ვაშკაცებს დაუზდით სამშობლოს. მაგას აწყობილი აქვს საქმე. ჩემებს ვეღარ ვთოკავ. გაკვეთილზე ვეკითხებით ფრანგი რომანტიკოსები მეთქი და ჟორესი, ტიგანა და პლატინიომ პასუხობენ. კარგად დაგიმახსოვრებია. აშაყირებენ. დედა ხინკალი გინდა? ვარგა. იცი რა სუნი აქვს?
მოწიო რა, ცუდად ხვდები. არა, დღეს მომიტანეს სკოლაში. უწყებაა მილიციიდან. შეხომ არაფერი იცი. იქნებ შენ მოწაფეებს შეემთხვათ რამე. არა მგონია. ვიფიქრე ლოლიტას ხომ არ უპოვნეს რამე გადამალული საქონელი მეთქი. აბა რა გითხრა? ისე უკვე ორი მაღაზია გამოიცვალა. არცოლიკოა მამა აბრამის ბატკანი. იმ დღეს ვიღაც ბიჭს ველოსიპედი მოპარა. გაგიჟებული შემოვარდა ლოლიტა. ხომ არ უცემია? არა, ვერ გამიგე. იმ ბიჭის დედა მოვიდა. ლოლიტას რომ დაუნახავს, ვერ მოუზომავს და გამოულანძღავს ისგან. მე მთხოვა მიაკითხე, მილიციაში არ მიჩივლოსო. წარმომიდგენია დოინ შემოყრილი გაავებული ლოლიტა. შენატყობა მოგწონს ლოლიტა. არა, მაგრამ ყველაფერი ბუნებრივი დამაჯერებელია და მომხიბლავია რა. მაინც მეწოდება ძალიან უჭირს. აბა მას მილიციას ჩემგან რა უნდა? ალბათ რაღაც შეცდომა. ო, ალბათ. ბაჟა, ლოლიტამ ველაპარაკა. მუშტარი მყავს, ორივე ბინა გავაერთიანოთ და გავყიდოთ. თან კოოპერატივში შესატანი ფულიც დაგვრჩება. მერე ბებიის ბინა როგორ გავყიდოთო, ეგ არ აუხსნია? თან საკუთარი ხომ არ არის. შენ რა უპასუხე? რაც შენ? როდეში ინსპექტორი ჯაგარბეგის აზრის? მარცხნივ. რა გნებავთ, აქ დაკითხვა მიმდინარეობს. გაბრძანდით. უკაცრავ, დუბნის ინსპექტორი ჯაგარბეგი. როგორ ახარ, ომარ? აი, როგორ თქვენი ცნობთ ერთმანეთს? ჩვენ მეზობლები ვართ. მერე და შუაღამისას რომ არ ხატოს ამ თქვენმა მეზობელმა. ხან ხეზე, ხან სხვენზე ამძვრალმა. ეს ყველაფერი რომ აგრძალულია, არ უნდა შეაგნებინოთ ერთმანეთს. ომარი მხატვარია. მე მხატვარი ვარ, მხატვარი. ხატავ. აი. მოიცა ჯერ დაკითხვა არ დამთავრებულა. ამტკიცებ მხატვარი ვარო. ეს მოქალაქეც კი დასტურებს. დაუშვათ, კარგი. რატომ არ დახატავ მაშინ ამას? ან მე რატომ არ დამხატავ? მაინცა და მაინც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ღვევ წესრიგს და ხატავ. მე პეიზაჟისტი ვარ. თბილისის ღამისეული კოლორიტი მაინტერესებს. ღამისეული. დიახ, ღამისეული. მე შეიძლება გოიმი ვარ, მაგრამ ღამით მძინავს, გაიგე? მე კი მძინავს დღე. იმიტომ რომ ბუშაობ. იმიტომ მძინავს დღე. თანდავ ხატავ ღამე. მაშ ამერიკაში რა ქნა? იქ რო დღეა, აქ ღამეა. იქ რო ზაფხულია, აქ თოვლი მოდის. ამიტომ იმასაც პალტოვითია, რომ მაგაშია საქმე, რომ თავში სულ ამერიკა გიტრიალებთ და აბნეული გაქვთ დღე და ღამე, აბა? და ჯაგარბეგი. შედი გვერდით ოთახში. შენ რაღაცა გიბარები. შენ ხომ მძინავს ღამე? შეიძლება? შემოდ. პასპორტი. აქ დაიბადე, ჩვენ უბანში. დიახ. ტაჯიკი. აქ არა, იქ. გდანის მასივი. მიკრორაიონი. კვარტალი. კორპუსი 84. აქ შენ ცხოვრობ. ამ ბინაში ვარ ჩაწერილი და ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, მე და დედამ მივიღეთ.
როგორ? დედა და მამა გაყრილები არიან? არა, რატომ? მამა ადრე გარდაიცვალა ახალ ბინამდე. გააგზელე. რა გავაგრძელო? სიმართლე გითხრათ მიყვირს, რაში დაგჭირდი. ამ წუთას გაკვეთილი მიცდება. სპრავკას მოგცემ? უბრალოდ დრო იფლანგება. დრო, ფული არ არის. რატო უნდა გაიფლანგოს? ძოლი? აქ არის ჩაწერილი. ჩემთან? სად შენთან? დედასთან თუ აქ? მე ჩემი მეუღლე და დედა ჩემი გლდანში ვართ ჩაწერილი ერთ ოთახში. აღრიცხვაზე ამიტომ აგვიყვანეს. შენ ცხოვრობ ბებიაშენის ბინაში. შენთან ერთად იმყოფება მაცხოვრებელი შენი ცოლი. აი? ახალი ამბავი თუ ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობთ. ზემოთ შენ აჩვენე რომ ცხოვრობ გლდანში. ეხლა აჩვენებ რომ ცხოვრობ აქა. აბა ეგ როგორ გამო? ბებიის ბინას გათბობა არ აქვს. კეთილმოუწყობელია. უჭირს აქ მოხუც. ამიტომ გადავიყვანეთ გლდანში. დედა ჩემთან. ესე იგი თავისი ქალიშვილის ბინაში. მე და ჩემი ცოლი გადმოვედით აქ დროებით. დროებით? უკვე 7 თვეა ბინას იკავებთ უკანონოდ. ბებიის ბინაში ცხოვრება უკანონობაა? ეგ თქვენ ეგრე გონიას რა. კარგი. მოდი ესე გავაკეთოთ. გადაცვალეთ ბინები. ოფიციალურად. შენ და შენი ცოლი გადმოდით აქა. ოფიციალურად. ბებიაშენი კი გადავიდეს იქა. ოფიციალურად. როგორ ეგ ხომ სისულელია? ჩვენს აღრიცხვას დავკარგავთ და ფეხბურთი ხომ არ არის მეორე ტაიმში კარები გავცვალოთ. მაშინ კარგი. ეგ ყველაფერი უნდა დაწერ. აიღე. დაწერ. ახსნა განმარტება. მიდი. ოლხეთის სახელმწიფოში რომ მართლაც დიდად იყო განვითარებული ვაჭრობა, აღებმიცემობა და ამდენად ქვეყანა ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით მაღალ დონეზე იდგა, იმითაც იცდება, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე იმდენი რიცონის ფული აღმოაჩინეს, რამდენიც ალბათ არ რემონტი გაქვთ? არა ბატონო გოგი, თქვენ გეძებდით. სულ სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა სისტემისა და ნომინალის ათასობით მონეტები. თითქმის ყველა მაშინდელი დიდი სახელმწიფოს მონეტებს ნახავთ ახლა ჩვენს ჩემი სახლის იქით ვერ ვიცხოვრებ. მილიონებს ვთავაზობდნენ, მაგრამ არ შემიძლია. ჩემი წინაპრების სული ტრიალებს ამ სახლში. ხომ გესმით? ბავშვობა ჩემი საკუთარი. შევსვი. დიახ. ნამდვილად. რა სამართლებთ მაგათ თუ ძმა ხარ? ყოველ ღამე ვიჭერდნენ. ამკრიფავდნენ ჩემი სტილოს საღებავიანად. ჰაიდე სამორიგეოში. მერე? რას ხატავ? რატომ ხატავ? დღეა თუ ღამეა? რატომ გავს? და თუ გავს? ქურდობის გეგმას ხატავ. ყველგან ბრძოლა არსებობისათვის. ბატონო გოგი, მიირთვით, ეს ნავცხვარი ლოლიტას გამომცხვარია. ეს ლოლიტა პირდაპირ კულინარიის დიდოსტატია. მადლობა. სიმართლე გითხრა მეც მეშინია. ახლა თუ ვინმე გადაგეკიდა ხო ვიცი. ყველაფერი. დარჩით ადგილებზე. თქვენი გვარი?
ვინ გნებავთ რა შეესწრა? კითხვებს აქ ჩვენ ვიძლევით. ბინა თქვენია? კი. ესენი ვინ არიან? ჩვენა ვართ. ჩემი მეგობრები არიან. ამიხსენით ბოლოს და ბოლოს. თხოვთ ყველას წარმოადგინოთ საბუთები. ვისია ბინა მიპასუხე? ჩემია, აი, ჩემი მეუღლე. მომეცი. ეს ბინა ეკუთვნის ანა ალექსანდრეს ასულ გავაშელს 1905 წელს დაბადებულს პარტიის ვეტერანს და პერსონალურ პენსიონერს ჩემს ბებიას ერთი წუთით ინებეთ აუხსენე ვაჟა ეს ბებიის ბინა ავად არის და თავის ქალიშვილთან დედა ჩემთან გადავიყვანეთ მე და ჩემი მეუღლე კი აქ გადმოვედით დროებით ესე იგი ჩაუწერლად ცხოვრობთ აქ ნაწილობრივ სწორი აღმოჩნდა რა ხალხია პირდაპირ გაგაგიჟებენ რომელი საათია თუ იცით ბატონო გოგი თქვენი ჩარევა სწორედ რომ არ არის საჭირო მე მენდეთ რა მოხდა ამიხსენეთ სიგნალი მოვიდა ქალაქის მილიციაში ბინა უკანონოდ აქვს დაკავებული და ნაკურდალს იყოფენო ამჟამად. ისე ყოველ დღე გარყვნილებას ეწევიან. რა ხალხია გაგაგიჟებენ პირდაპირ. დარეკეს თუ განცხადება? ამას ვერ გეტყვით. ორივე. იქნება ამიხსნათ რას ნიშნავს ყოველივე ეს. ვინ ბრძანდებით? კახანინიძე, ქალაქის მილიციიდან ამყვანი ჯგუფის უფროსი. რისი უფროსი? ამყვანი ჯგუფის. ვიღაცას დაურეკია და შეუცდენია ეს ხალხი. კიჩივიან ჩაუწერლად ცხოვრობს უბნის ინსპექტორიც ადასტურებს თქვენთვის ახსნა განმარტებას ჩამოურთმევია მე მგონი თუ ასეა გაეცალეთ ვინ მიჩივის საიდან ვის უნდა გავეცალო სად რატომ ჯემალ ბიჭები გარეთ გაიყვანეთ და მანქანაში დამედოდეთ მე ისეთი პროფესია მაქვს ანგელოზმა გარეწარს რომ შემოჰკრას ანგელოზი უნდა დავიჭირო საჩივარზე რეაგირება საჭირო. მობრძანდი დაგოწვიეთ. მადლობთ, ეხლა ვერ დავლებ. ცოტა ხნით უნდა გამომყვეს. ხაღალდები ფორმალობა. თქვენი წამოსვლა საჭირო. არაფერი? აბსოლუტურად. საკუთარი მანქანით წავიყვან. დავაწირინებ და მოbrunდებ. პასპორტი წამოიღეთ. პასპორტი ინსპექტორმა დაიტოვა. მაშინ პირადობის მოწმობა. გულწრფელად მაპატიეთ შეწუხებისთვის. ბოდიში, კარგად ზამდებოდით. თქვენი იმედი მაქვს. რა აქნან მაგათაც ვიღაც ინტრიგანი გადაკიდებია და ესე ის დაგვეცენ ოპერატიულად. როგორ თუ აქნან, შემოვარდნენ საბუთები, ქალთქმარი წაუყვანეს, გავარდნენ. მერთო ჩემო. ერთადერთი ქმარი. აუცილებლად გავყვებით ციმბირში. აბა არაფერი გაქვს, ვარწმუნებ, არა? აი ეს ერთი შვილი მომიკვდეს. დარწმას გეფიცები თუ რამე წამომეღოს მე იმ დაწყევრილი მაღაზიიდან. მეზობლებს აკითხე. აგე მასწავლებლის ოჯახია, უმაღლესი განათლებით არიან. იმათ აკითხე თუ რამე წამომეღოს მე იმ დაწყევრილი მაღაზიიდან. ნახან მე მაღაზიაში მუშაობ ეჭვიც იმიტომ მოდის ჩემზე და რა. სახკას შეხედეთ თვალს რა გჭრით. არ გავიგო კიდევ რამე. თორე მიცოთ. სპეკულაციას არავინ გაპატიეს, რაც არ უნდა მარტო ხება დედა იყო. მეორედ ვეღარ გადამირჩი. არა ბატონო არც მიფიქრია. ამას ნავთით გავწმინდა. ხომ დამსვავ ხოლმე. შენია და. თუმცა ვეღარ დაეტევი. სწორი ხარ. ამდენჯერ რომ მოგადგნენ, ვეღარ აკითხე ვინ გაგზავნით, ვინ ოხერით ხო? არ ამბობენ არაფრით. საკმარისია სტუმარი მოვიდეს. მაშინვე მილიცია მოგვადგება. წარმოადგინეთ პასპორტები. ვინ ხართ? წამოგბრძანდით სამორიგეოში. გავგიჟდები ნამდვილად მალე. მეც ეგრე რამაც იოკეს ამოხრებმა. აბა ხელფასი ჩემ ამ ტერმა იცხოვრა. მაგ გასტრონომში რა ჯანდაბა გამაჩერებდა. ახლა კი ბაჟა. არ ამბობენ? იმ დამრეკის გვარს. რა ვიცი, არ შეიძლებაო და არც განცხადება მაჩვენეს და არც გვარი მისცეს.
მაგრეიციან ყველა უხერდა მამაძაღ ცხელი უნდა დააფარო. ელო. ვიღაცა ყავს ეზოში შეჩენილი ხო იცი? წერს და გვიჩივის. მარუაშვილების ქურის ამბავია ეგ. ქალი არ ვიყო თუ მე გარგავიკო. სულ მაგის ნაკნარია ჩვენი აწილკება. რა ხდება ვაჟა? შედი სახლში, შედი ახლა სახლში. არაფერი. შედი. რამდენი იყო არ გახსოვს ხო? რამდენჯერ შეიძლება გითხრათ? ჩემი ბრალი იყო. მივდიოდი ქუჩაში ნასვამი, შუაღამით. მეტრო დიდუბესთან. იქ იდგნენ ბიჭები, სიგარეტი მთხოვეს. მომეჩვენა თავხედურად. ატყდა მერე ჩხუბი. მათი სახეები არ მახსოვს, ბნელოდა. ხო, ეგ ჩემი რაიონია. გაუხსნეთ საქმეთ მაწერია შენი ჩვენება. ახლა შენ თუ გინდა დამალევე, მაგრამ მეზობლებისგან შემოვიდა სიგნალი, რომ ეზოშიც რაღაცა დაგიშავებია. არა, იცი რა, მოეშვი ამ ღამის ხურიგნობასაც თუ ძმა ხარ. არ გინდა. აბა სხვა? კი ბატონო. დაწერეთ, რომ ჩემი რაიონია. დიდუბის მეტროსთან რომ საპირფარეშოა, იქ შეხვედით. შენ ხარ ჩემი ბატონი, პატარა საქმეზე. ო, მაგარი მთვრალი იყავი, თავი ვერ შეიკავე. ფეხი აგიცურდა. ხო, იქ შველერები არკინებია. და ფედი გაიხიეთ, რა? ჭრილობა არა, ღრმა. დანა დასმულია და არა დარტყმული. რაღა ტუალეტში და სიბინძურაში უნდა მაკოტრიალო, შეკაიკაცო. ფანტაზია თუ არ ყოფნის, სუფთა ვერსიას მე მოგიგონებ. არ გინდა დააჭერენო გარეწრები, ხო? კი ბატონო. მე რეიტყამთ თავში ხელს. რა მომიტანე ელისო? კარგად გზანდებოდეთ. გამოჯამთელებას გისურვებთ. როგორ ახარ? დამაკმაყოფილებლად. ხომიცი შენთან არ ვეწევი. ბატონმა გოგიმ გიკითხა. იყო უკვე. რა მოხდა? ნოლით არ ველაპარაკება. რატომ? მეზობლებში ამბობს ფაქტიური ქმარი დამაკარგვინა. ტრისტანი მაგათი გულისთვის პაბექშია. სოლიკო საავადმყოფოში უწევს. სულელია ეგ ქალი ხომიცი. შენ როგორ ახარ?
ერისო ბავშვი იმიტომ არ გამოჩნდი ამდე ხანს უცხება მიიღე? კი. მერე? რატომ არ გამოცხადე? ბიულეტენზე ვარ, ავად ვარ. იცი. ამოდენა კაცი, განების ტრიალებში დადიხარ. თრალი. და კიდე ასწავლებელი გქვია. მომბეზდა. გულახდილად მოიქეცი. აღიარე და მოგეშვება. წყალდაგალეინო? რა გნებავთ ჩემგან? გულახდილად მოყევი, როგორც იყო ყველაფერი. დიდუბის მეტროსთან მშენებლობაზე გადავძვერი. ეგ მე არ მაინტერესებს. ეგ ჩემი რაიონი არ არის. აბა რა გაინტერესებთ? თუ არ გინდა გულახდილად დაეხმარო გამოძიებას, მაშინ ამას დაგიკითხა. ამა წლის 19 ივნის ღამის 11 საათზე მოქალაქე შენ უპარტიო ცხოვრები გლდანის მასივში იყო რა ძლიერი ალკოჰოლიზმის მდგომარეობაში შეუვარდა მის მეზობლად კანონიერად ცხოვრებ მარტოხელად დედას ელეონორა ჰამლეტის ასულ ცურციძეს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა შვილიანად ცემა შევარდნის შედეგად დაზარალებულმა აღიარა რომ არ უნდათ მისი გაუპატიურება, არამედ პირდაპირ ბინის ხელში ჩაგდების მიზნით ცემეს შვილიანად. ბინა რომელიც ამჟამად დაკავებული აქვს მოქალაქე შენ თავისი ცოლით არ ეკუთვნით ოფიციალურად, მაგრამ აგრესიულად სულ მოითხოვენ ამხანაგ ცურციძის მარტოხელა ბავშვიანი დედის ბინასაც ჩხუბით. აღნიშნული ცემა ბოროტი ხულიგნობის გამოყენებით მიმდინარეობდა საზოგადოებრივად. მეზობლებისთან დასწრებით, რომლებსაც ეძინათ. ცემის პროცესში მოქნეულმა მცირეწლოვანმა ბავშვმა სოლომონ მუსტაფას დე ცურციძემ თავი კედელს მიახალა და დატრაუმირდა. მოთავსებული იქნა სასწრაფოთი საავადმყოფოში. სასამართლო ექსპერტის დასკვნას ელოდება წოლით. რას გვიპასუხებთ? პასუხად. ბრწყინვალე სტილია დაცული. სამწველი მაგარი დაგჭირდება. 228 მუხლის მეორე ნაწილი გიდგება. ბოროტი ხულიგნობა. 2-დან 5 წლამდე. თქვენ ერთი რამ გამოგრჩათ? რა გინდა? იმ საღამოს მეტრო დიდუბესთან დავტრამვირდი და საავადმყოფოში მომათავსეს. ხოცმე ყავს? მერე. ეგ ყველაფერი მერე იყო. რა მერე? აი ხომ ხედავ. ყოველს მოკლე ფეხები აქვს. შენ სახლში იყავ. მეზობელი მარტოხელა დედაშვილის ცემე ხულიგნობის გამოყენებით. თრალმა ბავშვს თავი გაუტეხე. მერე შეგეშინდა და გაიქეცი. სადმე შეიძლება გამოვიდე ჟესტს, როცა მირბოდი. როცა ელეონორა ჰამლეტის ასული ყვირო და მილიცია. მაგრამ თუ გინდა იცოდე, შენ თვითონ მიიყენეს ხეულის მსუბუქი დაზიანება. ძალიან რომ შეგეშინდა. რომ მერე საავადმყოფოში დამალულიყავი. მართლსაჯულებას. რა მივიყენე? თავი დაიჭერი რა. ეგეთ ცალკე მუხლია. თქვენ ჯანმრთელი ხართ? პოლიპები მაწუხებს. შენ ქურდები აშაღირე, იქ რო შეხვალ, ციხეში. მეზობლებს რაღაც უშვებით. მეზობლები სწორად აჩვენებენ. ეძინათ და ესმოდათ მილიცია. 10-11 საათზე როგორ ეძინათ? ვა, შენთან ჩამოვლენ და კითხავენ, ვაჟაჯან დავიძინოთ თუ არა. უნდათ და ეძინათ. საკმარისია. მეც აღარ შეგაწუხებთ. შენ მე რა უნდა შემაწუხო? ქალაქიდან არ გახვიდე. შენი საქმე, ოსაკვლევად, მე მაქვს ჩაბარებული. აბა. ნახვამდის. კომოცია უწერია ანამნეზით. ანალიზები აუგეთ, არც მათ არც გასინჯომ, არ დადასტურა ანამნეზი.
ბავშვმა ის დავტოვეთ თედის დაჟინებული თხოვნით. ველოსიპედიდან არის გადმოვარდნილი მაინც. რატომ? მარტო ხედავ და ბავშვი სოფელში მინდა დავიყვანო სამსახურიდან დავეთხოვო და თხოვა კომოცია ჩამეწერა. ეგ ტყუილია, საქმე სერიოზულია, მაგ ბავშვის ცემას მე მაბრალებენ. მილიცია აჩარეული. უკასრავად არ ვიცოდი, მეგონა? მე არ ვიცი თქვენ რა გეგონათ, ბავშვი ჯანმრთელია? ეხლა სადღაც დარბის. ხო და ისე მოიქეცეთ როგორც სინდისი გიკარნახებთ. ნახვამდის. დავწეროს მაშინ რომ 16 წელია რას მაგბინაში ჩაწერილი ხართ. მთელი ამ ხნის მანძილზე მეზობლები გეტავებიან მაგბინას უკანონოდ. ამოვწიოთ საბუთები და მიმართოთ განცხადებით. ახლა რა გარკვე? მართლა დაუწვენია სამართყოფოში. ტვინის შერყევის ნიშნები გაუთამაშიათ, ბიჭმა აღებინაო. მაგრამ ანალიზებმა არაფერი არ აჩვენა. ამას ძიებისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ტენდენციას გააჩნია. კომოციას დიაგნოზით დააწვინეს, ხო? კი, ანამნეზით. 21 დღეს უმიზნებენ წოლას. 228 მუხლის მეორე ნაწილი. ბოროტი ხულიგნობა. სხეულის მსუბუქი დაზიანებით ან შეიძლება ნაკლებად მძიმეც მოახერხონ თუ დრო ეყოთ. სწორად უთქვამს ჯაგარბექს. ხო, ექიმი? რა ვიცი. ფული ეკნება აღებული. ბავშვი უნდა გამოწეროს და ფული უნდა დააბრუნოს თუ ჭკუა აქვს. ასე ყველას დაჭერა შეიძლება. შეიძლება თუ მოინდომა კაცმა ან ქალმა. ფრთხილად იყავი. ასე სერიოზულია? შენ გებრძვიან. დასკვნები აქედან გამოიტანე. დიახ, მამალაც. მამა შენ ახლა მომისმინე. გახსოვს სექტემბერში რომ დამირეკე. შენთანაც ვიყავ. ო ისევ ბინაზე. უკანონოდ ცხოვრობდა ამ ხნის მანძილზე? ეხლა უკვე მოასწრო გაფორმება. ესე იგი მე ბებიის ბინაში არ დამაყენეს და ეგ ამ ხნის მანძილზე ჩაუწერლად ცხოვრობდა. რა განცხადება? საჩივარი აღმასკომში ჩემზე. ახ თქვენთან. ვინ აწერს? ო, კარგი რა, ხვდები. ნახვამდის. ო, ფრთხილად ვიქნები. შარო საიდან მოდიხარ? შენი ბიჭო სახში ამ გათახსირებულმა ბავშვი მოვიკლა კინახა. დასიცხლიანებული დავაწვინე სამავთყოფოში და არ მივარდნილა დღეს ეს ხეცი ეს ნადირი ესა. ამად მყოფი ბავშვი გამოაგდებინა ექიმებსა. მაცადე შენა რკინის ქალამაც შავიცმევ და მე ხალი არ ვიყო. ლოლით არ ვიყო ცურსიძე თუ შენი თავი არ დავაჭერინო შენ ხეცო. შენ გათახსირებულო შენა. შენა გაგიჟდი ლოლიტა. მეზობლების მაინც არ გწხვენია? ქალთა კომიტეტში მოსკოვამდე ჩავალ მაცადე თქვენა. ხდება ვაჟა, ვერაფერი ვერ გამიგია. რა ხდება? რას ხულიგნო ბიჭო შენაკა? უპასუხე. შედამყალო შენა. მინამზემოთ კაცი ყავს, ეგრე უნდა დავჩაბროთ. მარტო ხელა უქმრო დედაშვილი შედამყალო შენა. ბავშა და კაცი მოერიაში ოყლაყო შენა. თქვენ რა ყველანი გაგიჟდით? ლოლიტა, ვინცემა შენი სოლიკო? აბა მაჩვენე. მოგძანდით, რა გნებავთ? აი ახლა კისერს გამოგჭრი. ვაჟა! შემართლა დაბა. ყველაფერი ჩვენთან დასწრებით ჩაიდინე. ან ხელა კაც ჭკუა არ აქონია.
მთელი ეს თვამკი მიყლავდა. ბავშვს ეს შატლახი ეს დამპალი. ნაბიჯვარი ესა შედამპალო შენ თვალებს სამოქხრი შენ დამპალო შენ ნაბიჯვარი შენ ნაბიჯვარი შენ მე შენ გიჩვენებს ესა მე შენ გიჩვენებს ესა შენ დამპალო შენ მეტი მოწმული ჩვენ ახლა ვარ შენ ახლა ტაქსით წამო ეგრე აჭ ზაკ რამესნით შეუვალეთ სახლში. ცოლი შემიშინა. მე რეკ საკმარისია იმისათვის რომ ბავშვს დაუტრიალოთ. მე დანა არ მდებია. სპორტული პიჟამა მეცა უჯიბო. ესე იგი ამტკიცებთ რომ დანა ბინაში შევარდნილმა იქ აიღეთ. გააგზავნეთ დაგეთ. მას დანა იქ აიღეთ. დანა არ ამიღია. წავართვი. ოპერატიული ჯგუფი ლეიტენანტ ბახუტაშვილის მეთაურობით ჩვენებას იძლევა რომ დაკავებისას თქვენ დანა ხელში აღმოგაჩნდეთ. ამაზე რა სიტყვით? სიმართლე გითხრათ, ბახუტაშვილის ჯგუფი ვერაფერს ვერ აჩვენებს. დადგმული იყო ყველაფერი. დანა კი სოლომონს წავართვი. იმიტომ მეჭირა ალბათ ხელში. ზუსტად არ მახსოვს. ლელო, იმის ვაჟკაცობას კი არ ყოფნის აღიარო დანაშაული. ლატირაკზე დანითი კაცები და თავი კაცი გონია. მე თქვენ საერთოდ არ მოგცემთ ჩვენებას. ამას რა ეტყობა მასწავლებლობის? პირწავარდნილი გარეწარია. მე შენ მთელ წარსულს ამოგიკეკავ. კაცი არ ვიყო. რკინის კალამნების ჩაცმა არ დაგავიწყდეთ. მამა აბრამის ბატკნად მოგავს თავი. ჩვენებებს კი შეიძლება თითქოს პირველად არა ხარ პასუხისგებაში. უბრალოდ შენზე ჭკვიანი ვარ. მე შენ ნიღაბს ჩამოგახე. და ნამდვილად პატიოსებას. ხასერით გაამწარე. ჩემი არსებობით. შენ არ მიმტკიცებდი ბინა შენია. გასაღები ხელში გაქვსო, შენ არ მიმტკიცებდი? ხელი ქალაქი ეხმარებოდა. წერლების მდივანი, დეპუტატები, რამე. განცხადებას რომ მაწერინებდი, შენ არ ჭიკჭიკებდი, შენ არ მიმტკიცებდი, ციხეში ამოვალპობო. ვეღარც ერთი ტვინის შერყევის ცნობა გააკეთე. რა უნდოდა? ეხლა ჩემთან ჩხუბობ, არა? ერთი შენი მილიციაში მომყვანი დამანახა ისე შორიდან. ტვინის შერყება რად გინდოდა შენ თვითონ ტვინს შერყეულო დანით ხელში დაგაჭერინე და მაგის გაშვება იქნებოდა? ცხვირიდან გადენიცოდე იმ აყუც. შენენა დაიმოკლე. მე ვიცი შენ რასაც დაგიმოკლებ შე ჩატლახო შენა. საქმე ძიებაში შეწყვიტე ხო მალანია? რამდენი დაჭდარიტყვი? შენი უფროსიცა და ბრძანდება. მირინებაშია. მაშინ დამეთესა არა, როცა მჭირდებოდა. აი მერთი ძმისური არ წამიწყდეს თუ ცხურიდან არ გადინოთ. მაგის ცოლსაც რომ ჩავთავ საქმეში, მაშინ მიყუროს, აეგრე გადაეცი. ერთი სირისიანის გულის თვინა ოთახს ავკარგავ. ქალაქის პროკურატურა ჩაერია. წერლები, დეპუტატები მოგვერენ. იმ ნაჭღაბნებისათვის? წერლები ძლევა მაინც. ჩვენთან ერთი მოთხრობას რომ დავეჭდო, საზოგადოება სახელმწიფო გაფასებს. საზოგადოება არა ისა კიდე. ფული დახარჯა ლობიომა ფული. მეზობლები ვირთხები ამყავდნენ გამოჭერილები. დანიანა დავაჭერინე ხელში და მაგის გაშვება იქნებოდა? ისდან არ დაუტკიცდა. ბახუტაშვილის მილიციელებს შეეშინდა და გადათქვეს ადრინდელი ჩვენება.
არა გუშთა ლობიო. რა იქნა ბახუტაშვილს? რა იქნა და ეცოტავა მაგასაც. ოხ, ქალი არ ვიყო, ლოლიტა არ ვიყო, ცურცი და თუ მოსკოვს არ ჩავიდე. რკინის ქალამაც შავიცმე და დედა. ოლჩი! მამე ვინღა მიპატრონებს. ვინ დავიდგება გვერდითა. ამოტოლა ქვეყანას მე მარტო კამ როგორ უნდა ვებრძოლო. ერთი ძმა მყავდა და ისიც მომიკლეს. მეც ხომ მინდა ცხოვრება. სულ გადაღლებული მაქვს ყოფნა. ეს ბიჭის დასაბინებელი მყავს ხელზე და იმოდენ აფულივე სადა მაქვს რომ ყოველას ხელში გაძლივოთ. როგორ გაჩერდი? დავშვიდი. სხვა გზებიც არსებობს. ეგზადაბერი შენი შიშით მაგმინაში არ გაჭაჭანდება. ეგენიც დღეს სხვა გავლენ მაქედან. რომ არ წავიდნენ? ეგე უბნევი წავლენ აუცილებლად. მე მაინც მერჩივნა ციხეში მჯდარიყო. უფრო დამშვიდდებოდი. კარგი გეყოფა. ზედმეტებს ნუ მოითხო. ბინაკი დაჭირა არა. ხომ ვერ გამოგდის. ეგეც გონს მოვიდა. მოეშვი. მისტარი და ფურცლები რომ შემომიგზავნე, შენ გეგონა მართლა დავწერდი რამეს? ეგ ვისჭირდება. კაცი პროდუქტი ყოფილა თურმე დროის. ეგ აქ არავის არ ჭირდება. მე მჭირდება. შენს მეგობრებს, ხალხიც ხომ არსებობს. ხალხი ლოლიტა. სულ შეიმდენი ჭუჭყი დამიგროვდა. დაიწმინდება როდესმე არ ვიცი. დაიწმინდება.